ამ ვიდეოში ჩვენ დავტესტავთ ჩვენ საკუთარ გამომწერებს და ვნახავთ თუ რომელი იქნება სანდო გამომწერი. ვინც სანდო აღმოჩნდება მეგობრებო, მივცემ მაგათ საჩუქრებს, ხოლო ვინც არ აღმოჩნდება სანდო ვეცდები რომ რამე მაგარი თუ ექნებათ ბაზარში მოუპარო სასჯელად. ასევე მეგობრებო, TikTok-ში მოგროვდა ძალიან ბევრი Steel Brainot-ის ტრეიდერები, რაც კი ნიშნავს იმას, რომ მომავალში ასევე დავიწყებ კონტენტს, სადაც ვატრეიდებ Steel Brainot-ის ქართველ ტრეიდერებთან, რომლებიც სტრიმავენ. ხოდა მეგობრებო, ვფიქრობ ამას თუ დავიწყებთ, ძალიან ბევრ Steel Brainot-ის სკამერებს გამოვიჭეთ და დავაექსპოუზებთ. ამიტომ მეგობრებო, როცა ამ კონტენტს დავიწყებთ, გეცოდინებათ ჩემი ვიდეოებიდან თუ ვის უნდა ენდოთ და ვის არა. ასევე მეგობრებო, ძალიან ბევრს ეცოდინება ეს ვიდეო, რადგანაც ჩემს სახზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოა და ამ ვიდეოშიც იგივე რაღაცას ვაკეთებ, ოღონდ გართულებულად. ხოლო ვინც არის ეს ახლა მეგობრებო, აგიხსნით რას ვაკეთებ. მოკლედ, ვრთავ ჩემ private servers მეგობრებზე, ანუ მეგობრებში ყავს დამატებული ჩემი ყველა გამომწერები, თითქმის ვინც მიგზავნის მეგობრობას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თითქმის ყველა ჩემ გამომწერს შეუძლია რომ შემოვარდეს ჩემ private server-ზე. და რას ვაკეთებ? იმის მაგალითად რომ ბაზა დავიცვა და ბრეინოტები დავიცვავთ, გავარჩეულებრივად ვითომ გასული ვარ რა. ხო და გამომწერების რეაქცია შევხედავ, თუ მოიპარავენ რაღაცებს, ეგრევე მაგის ბაზაში შევარდები და რამე მაგარი თუ ექნებათ მოუპარავ. მაგრამ თუ არ მოიპარავენ, ავდგები და ბრეინოტებს ვაჩუქებ. მაგრამ ამ ვიდეოში მეგობრებო, გეგმავ იმას, რომ გავართულო ეს ჩელენჯი, რადგანაც თუ 1 წუთის განმავლობაში არაფერი არ ქნეს, შემოვიყვან მეგობრებო ჩემს alt account-ს, რომელიც დადგება და დაიწყეს ბაზიდან ბრეინოტების გატანას. და მეგობრებო, მაგ დროს ვნახავთ ჩემი გამომწერების რეაქციას, თუ დადგებიან და დაიწყებენ ბაზის დაცვას, ან შემოუერთდებიან, ან რას იზამენ. და თუ მომეწონა მეგობრებო, ჩემი გამომწერების რეაქცია, ავდგები და ვაჩუქებ ბრეინოტებს. ასევე მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისკავ ძალიან ბევრს, რადგანაც ბაზაში მყავს ძალიან მაგარი ბრეინოტები და ნებისმიერ დროს შეიძლება ვიღაც სკრიპტერი შემოვიდეს და ძალიან მარტივად გატიხოს ჩემი მთელი ბაზა. ამიტომ მეგობრებო, ასე ძალიან ტყუილა მე არ ვისკავ. მინდა რომ ვიდეო გამივარდეს და ბოლო 5000 გამომწერზე ავიდეთ. ამიტომ მეგობრებო, ჩემი თხოვნა იქნება რომ ვინც ამ ვიდეოს უყურებს, დაალაიქოს ეს ვიდეო და გამოეწევოს ჩემი არხი, რადგანაც მართლა ძალიან საინტერესოს ვაკეთებ, ეხლა ასაც ვაკეთებ. და თუ მეგობრებო გავარდება ეს ვიდეო, უფრო გავრისკავთ ხოლმე. და მეგობრებო, ძალიან ბევრი ვინც ამ ვიდეოს უყურებს, არ ალაიქებს, რადგანაც ჩემი აზრით ეს თეორია მაქვს, რომ ფიქრობენ ამას, რომ მე არ დავალაიქებ, მაინც სხვა დაალაიქებსო. და ის სხვაც ეგრე ფიქრობს და მაგიტოა რომ ძალიან ცოტა ლაიქები მაქვს ხოლმე ვიდეოებზე ამ ბოლო დროს და თქონაა რომ დაალაიქეთ რა ყველა ვიდეო, ნუ ფიქრობთ ეგრე და დაალაიქეთ, ნუ გეზარებათ, ერთი ღილაკის დაჭერაა. გამოწერის ღილაკზეც იგივე მაქვს საუბარი. თქონაა მაშინ ნუ დაიზარებს დაჭერას ვინც ამ ვიდეოს უყურებს. ძალიან მალე ავალთ 5000 გამომწერზე რომ ვაფშე არავინ არ დაიზაროს. შემიძლია ნახო ეხა ვინ იზარებს, მაგრამ რა ვიცი. გარდა მაგისა მეგობრებო, ამ ვიდეოს ახსნაში მეგობრებო იქნება ჩემი Discord server-ი და გარდა მაგისა იქნება ჩემი 2 ცალი Roblox-ის თამაშებიც. მანდაც თუ გადახვალთ, უდიდესი მადლობა ჩემგან პირადად. განა უდიდესი მარტო მეგობრებო, ეგ არის მინიმუმი, ასაც ვფიქრობ, თქვენზე ვის გადადიხართ სერვერებზე. პირიქით უღრმესი მადლობა, ვინც ადგება და გადახვალთ მაგ სამ ლინკზე. ასევე მეგობრებო, ვინ შეამჩნიეთ ახალი Roblox-ის ავატარი მაქვს. ნუ ყოველ თვეში ერთხელ ვიცი ხოლმე ამოვატარებს, მაგრამ ეს ავატარი ეხლა ძალიან მოწონს, ჩემ ყველა ავატარს ჯობია მე თუ მკითხავთ. და მე ვფიქრობ მეგობრებო, რომ ეს ავატარი იყო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ავატარი. იყო რა, არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ავატარი, რაც გამიკეთებია ოდესმე. მაგრამ თქვენი აზრით მეგობრებო, მე არ მაწყენდა რომ ამდგარიყავით და კომენტარებში გადასულიყავით და თქვენი აზრი დაგეწერათ თუ რომელი იყო ჩემი საუკეთესო ავატარი თქვენი აზრით, ოდესმე მეყენა. ასევე მეგობრებო, ძალიან მალე ელოდეთ ახალ ლოგოს YouTube-ზე, მომენატრა რა ეს ძველი ლოგო და ამის მსგავს ლოგოს გავაკეთებ ძალიან მალე. და ბოლო რამ რისი თქმას მინდოდა არის ის, რომ ბოლო ეს დღეებია ძალიან ბევრი დონაციები მომდის, ძალიან ბევრი გიფტები და დონაციები მომდის. ამისათვის მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ძალიან მაგრა ვითარდება ეს არხი და ძალიან მალე ახლა მომავალში მჯერა რომ არხი იქნება სასწაულად განვითარებული. ამ რებალის კომუნიტს და არხს ვერაფერი ვერ შეაჩერებს, შეუჩერებელი კომუნიტი ვართ ხალხო. ხო და მეგობრებო, ეგრე გავაგზელოთ და უფრო განვითარდება ეს რებალის კომუნიტიც.
სამომავლოდ კიდევ იმდენს კამერას დავიჭერ ჩემ კომუნიტში და გავაგდებ ჩემი კომუნიტიდან რომ სიო დამთვრებული იქნება რებალის კომუნიტში ერთის კამერაც არ იქნება რა ეგრე მჯერა და მიზანიც არის ჩემი მაგრამ სულ ეს იყო რის თქმაც მინდოდა მორჩა აღარაფერი მაქვს მესათქმელი და მოდი დავიწყოთ ახლა ვიდეოთი კარგით მეგობრებო ჩავრთით უკვე ჩემი private server-ი მეგობრებზე და ეს კი ნიშნავს იმას რომ ვაფშე ყველა შეუძლია ახლა რომ ადგეს და ჩემს private-ზე გადავიდეს და რა ვიცი მეგობრებო მოდი დავდგეთ ახლა ჩვენი პოზაში და დაველოდოთ თუ როდი შემოვა ჩემი ერთ-ერთი გამომწერი დარჩენილ დრო ველოდებოდი ჩემს გამომწერებს თუ როდი შემოვიდნენ ჩემს private-ზე მაგრამ არ შემოდიოდნენ და ვიცი მიზეზიც რადგანაც როდესაც სხვა დროს ხალხი მიჯოინდებოდა ხოლმე private-ი მქონდა გათიშული და ეხლაც ეგრე ფიქრობენ joins-ო და ჭირონ private-იდან გააგდებენ მაგრამ ეხლა ეგრე აღარ არის და ვნახოთ როდის გაანალიზებს გამომწერები ამას პირველი გამომწერი შემოვიდა ანდრია და ამასაც მოხდილი ბაზა აქვს no my gold-ი და რაღაცეები აქვს რამე რო წაიღოს ეგრევე დაუტეხავ ამ ყველაფერს კაი რა საკეთებს ხტუნაობს ჯერჯერობით ბაზასთანაც არ მიდის მე მგონი უხარია აქ რო არის თან მეგობრებო პირველივე სათუზე ნუკლეარო მაქვს აი ეს როგორ უნდა დაინახოს ახლა ადამიანმა და ვიღაცას ეს მაინც არ მოუდის რომ აიღოს და მოიპაროს ეს კაი სადა იცი წავიდა აი იქით გავიდა ბაზასთან ვაფშე არ შედის უცნაური არის დადის აკეთიქით პირველივე სათუზე ნუკლეარო მაქვს და ბაზას არც ეხება ციცაც არ აკრებს და უცნაური არის მეგობრებო ეგ ჩემდა და მე მეგონი ვატყობ რომ ცოტა ხანში შემოვიყვან alt account-ს და ვნახავთ რას იზამს მთელი ეს დრო მეგობრებო დადიოდა აქეთ იქით ნუ რაღაც ნივთებსაც იყენებდა ჩემზე აქეთ იქით მათრევდა მაგრამ ბაზას მაინც არ ეხებოდა მაგრამ მეგობრებო მიუხედავად ამ ყველაფრისა ნახავთ ახლა მეგობრებო ადგება თუ არა და დაიცავს ჩემ ბაზას იმისგან რომ ვიღაცამ მოიპაროს ბრეინოტები და მისი მოქმედება ამ ყველაფრისა იქნება გადამწყვეტი იმისა თუ მოიგებს თუ არა ბრეინოტს ეს ადამიანი ჩემგან სიო მეგობრებო შემოვიყვანეთ ჩემი alt account-ი რაღაც დებილობა დავარქვით Roblox-ი 1.2.1.4 რაღაცა დავარქვით ძალიან დებილობა არის მაგრამ მაგას არავინ არ შეავჩნევს ეხა უნდა შევაჩინოთ ის თუ რას იზამს ანდრია აბა ანდრია რას იმოქმედება შემოვიდა გაჩნდა რა იჭედება ეხლა სუდია ეგ რო იჭედება მაგრამ გაჩნდა მაინცაც თავარია წავიდა აუ ძალიან მიჭედავს ალტზე მიდის ეხა და პირდაპირ ნუკლეაროს დავტეხავ უყურებს ეხა ეს ანდრია მაგრამ ჯერ არაფერს არ აკრებს შევიდა ბაზაში კაი შევუშვით უყურებს დაიწყო მომპარვა და სლაპი დაარტყა ოპა იცავს შენ ბაზას კაია ეს მეგობრებო ჩემი alt account-ი ეხლა იპარავდა ნუკლეაროს და სლაპით გაივსო იმ ნახე არ უშვებს ტიპს შეხედეთ ეს სერიოზული ამბავია უკვე მეგობრებო ამას შეხედეთ არც უშვებს ჩანს არც აძლევს ნახე ძაღლი დაახტა თავზე კი არა ძაღლს დაახტა თავზე ის ჩემი alt account-ი ვაფშე არ აპარინებს ბიჭო ნახე რა მაგარი ტიპია ძალიან ჯიგარია ნახე ბუნიტომი აქ აბა ნახოთ ბუნიტ დაარტყა კაი გამოვიდეთ გამოვაშკარავდეთ სიო კაი ეგ არის რა ანდრია ტესტი იყო ეს ყველაფერი ხოლო შენ მეგობარო ჩააბარე ეს ტესტი და მაგის გამო ეხლა მოდი დავკეთოთ ჯერ ბაზა შემოვიყვანოს ჩემი ალტი და ვაჩუქებ ეხლა ამ ანდრიას თავის ბრეინოს დაგიმლით მეგობრებო სულ ყველას და ბრეინოსაც ეხლა ამ ანდრიას შუქნი არის ფლიპა სანდალა რომელიც არის უახლესი ბრეინოტი რომელიც ბაქრუმში შეიძლება დასპაუნდეს ანდრიამ მეგობრებო ეს ბრეინოტი მოიგო დამსახურებულად რადგანაც ჩემი ტესტი ჩააბარა სიმართლე გითხრათ მეგობრებო ველოდებოდი ამას რადგანაც ბაზას არც უახლოვდებოდა მიახლოებაზე კი არა მეგობრებო თითსაც არ ადებდა ბაზას აი თითი არ დაადო ხოლო მაგის გამო დაიმსახურეს ფლიპა სანდალა და გილოცავ ანდრია ეხლა მეგობრებო მოდი დავარესოთ ეს სერვერი და გავუბრუნდეთ ჩემს სერვერზე და ვნახოთ სხვა გამომწერები რაც იზამენ იმედია შენ აღარ დაჯოინდები დაგემოვნეთ მეგობრებო სულ ყველას ეხლა დავარესეთ ეს სერვერი და ჯერჯერობით აღარავინ აღარ არის სერვერზე მაგრამ მეგობრებზე ჩავრთე უკვე სერვერი და ველოდებით ხალხს და ვინმე შემოვა დაგიუნდებით მაშინ კაით მეგობრებო სანდრო დაჯოინდა ამასთან მეგობრებო ისე ლაივში დუელი მქონდა და ვნახოთ სანდრო რას ისამს აბა უყურებთ ეხლა მოვიდა და ეგრევე ბედნიერად დაიწყო ხტუნვა ბაზასთან მივა და რამის აიღებს ეგ მაინტერესებს უფრო მაგრა აი თუ აიღო რაც მოიგო მაგას წავართ მე მაგრამ თუ არ აიღო ვაჩუქებ პირიქით უკეთეს რაღაცას
მაგრამ ჯერჯერობით ბედნიერი არის უბრალოდ არაფერს არ აკეთებს. ხტუნავს ეგეთით. ვაიმე, holy shit, ამ ხელაზე ახტა. ბაზას კედავს. ბაზას ატო კედავს. ანუ ატო კედავს ბაზას ეხა ბრეინოტი რო აიღოს და შეაგდოს ბაზაში და რო ვერ შევიდე? თუ ატო კედავს? აშავიჩობ სანდრო გამოტყდი ეხა ჯობია მალე ქნა, ვიდრე ბოლოში ქნა მე რაღაცა და მიქარო. მეგობრებო, რაღაც შეღონჩინიე. ბაზა გამიხსნა თუ არა, ადგა და ბაზაში შედის. ბაზაში შედის. სანდრო რას ჩარიჩო აბა? მაგრამ მეგობრებო, მოდი ჯერ არ გვასაჯოთ, რადგანაც იქნება და უბრალოდ დათვალიერება უნდა და არაფრის მოპოვას არ აპირებს. ნახოთ აბა რას ჩარიჩებს. კაი, მესამეზე ადის მე მგონი ახლა ხო? კი, სწორი ვიყავი. პროსტა ათვალიერებს ახლა რამე რომ მომუნდეს ადგებოდა და წაიღებდა. თუ საუკეთესო ბრეინოსიზებს და ეგ წაიღოს, არ ვიცი რა ჩარიჩობს, მაგრამ მაგას ძალიან მალე გავარკვევთ. სიო მეგობრებო, ჩამოვიდა თუ იბაგება. ცოტა უბაგავს, მაგრამ ჩამოვიდა ქვევით. არაფერი არ წაუღია. მე მგონი ტესტი ჩააბარა, მაგრამ ერთი რაღაცა გავიწყდება. ეხლა მეგობრებო, ცოტა ხანში წუთი წუთზე უნდა შემოვიყვანოთ ალტი აკაუნთი და ვნახოთ ალტი აკაუნთი თუ მოიპარავს, დაიცავს თუ არა ჩემს ბაზას სანდრო. ამიტომ სანდრიკო, ჯობია რომ კარგად იმოქმედო და ცუდი არაფერი არ გააკეთო, თორემ ტესტს ვერ ჩააბარებ. რა ამბავი შემოვარდა, რა ხდება? კაი, ჩემი ალტი აკაუნთი შემოვშვით და ანდრია. უი, ანდრია დაბრუნდა მეგობრებო. აუ, იმედია ეხა ეგ არ შეუტევს და სანდრო შეუტევს. სანდროს კი არა, სანდრო შეუტევს, იმედია ჩემ ალტი აკაუნტს და არა ანდრია. ნახოთ აბა ანდრია კი არა და ჩემი ალტი აკაუნთი რას იზამს ეხა? შევარდა მეგობრებო, ჩემი ალტი აკაუნთი უკვე მეორე სათვზე ავიდა და სანდრო ადის. სანდრო ადის, აბა რას ჩაიჩობს? სლეპი აიღო. ლოსოს პოსიტოს იპაროს და ანდრია, ვაიმე! ანდრია და სანდრო უტევს იმას ალტი აკაუნტს. კაი, ხო არ გამოვაშკარავდეთ. არ შას ეხა მეგობრებო, კარგად, მაგრამ ნაზერი მაქვს აღებული და მაგათი რობლოქსის შეერთების დანახვა მაინც შემიძლია და ვხედავ რომ უტყამენ ერთმანეთს. ვაიმე მეგობრებო, ძალიან ქაოსი შეიქმნა ეხა. ყველა გამოწერი შემოვარდა სერვერზე, ამიტომაც მოდი ჩქარა გადავცემ ეხლა ჩემ გამოწერებს, გიფტებს. თორე მე ყველა შემოვარდება და აზრი არ აქვს მე აიღება ყველაფერი. ჰოპა მეგობრებო, მიაქვს ეხლა ძალიან ბევრია შემოსული და ვიღაცა ერთი მაინც დაარტყამს, ამიტომაც მოდი ეხლა ამას დავიცავ. თან უჭედავს მეგობრებო, შეხედეთ. ვეწევის იმაში სტრაფეში. და ნახეთ მეგობრებო, როგორ უჭედავს. გაიწიეთ იქით. შენ გაიწი იქით. გაიწით იქით. არავინ არ დაგრიფოთ. მიაქვს მეგობრებო თავისი ბრეინოტი და უცებ გავდივართ რა, თორემ ძალიან ბევრია შემოსული და ქაოსია ეხლა ჩემ სერვერზე. დაგიბრუნდით მეგობრებო სულ და შევედით თუ არა პრაივეტ სერვერზე უკვე დაჯოინდა პლეიერი და სხვაებიც ჯოინდებიან ბიჭო. გაანაეცეს გამწერმა რომ მეგობრებზე თუ ჩავთვა პრაივეტ სერვერს დაჯოინდებიან და ეხლა ყველა ჯოინდება. ამონახოთ. ამას ჩაჭწერა შეუძლია და ნახოთ აბა რაც გვიწერს. გვესალმება და მეორეს გვესალმება. მოკლედ ეხლა ცოტა ხანში ნახავთ ესენი რას იზამენ და ცოტა ხანში შემოვიყვან ალტ აკაუნტს და რომელიც დაიცავს ჩემ ბაზას, ის მიიღებს ბრეინოს რა. ის მეორე პლეიერის ბაზაში გადავიდა, ალბათ იმისგან ცდილობს რომ მოიპოვოს რაღაცა თუ არ ვიცი რა შარიჩობს. პლეიერი ბოდისვაპზე არის, აქ რა ხდება? არაფერი, ის დაფრინავს. მოკლედ ბაზას არავინ არ ეხება ჯერ. ეხება და შინით შევიდა ერთი. ეს დათა არის და ნუკლეუსთან არის დიდი ხანი გაჩერებული, ავი გამოვიდა. ნახე, სხვაებიც შემოდიან, ეხლა რა გავიგო რას იზამენ. ქაოსი იქნება ეხლა ძალიან და ვერავინ ვერ მოიგებს ვერაფერს, ისეთი ქაოსი იქნება. კაი, მოდი ეხლა კაი დრო არის ალბათ რომ შემოვიყვანოთ ჩემი ალტი აკაუნთი და რომელიც დაიცავს ბაზას, ის მიიღებს ბრეინოტს. ეგ არის მეგობრებო, შემოვიდა ჩემი ალტი აკაუნთი. სხვაები ერთმანეთთან მიდიან, არ ვიცი რა შარიჩობენ, მაგრამ ალტი შემოვიდა და ეხლა ჩუმად ადგება და წაიღებს ჩემ ბრეინოტს და რომელიც შეამჩნევს და დაარტყამს, ის იქნება მოგებული რა. მიდის. ასევე მეგობრებო, შემდეგ ვიდეოში უფრო გავართულებთ. მიაქ. ვაიმე, ნუკლეარო მიაქ და დაარტყამს. დაარტყა მეგობრებო. ოპა, პლეიერმა მოიგო. და რუინეთ მაინც რო აწერია, მე რომ აწერია ეგეთი უზენეები, ვისაც აწერია, მაგან გააშეშა ვაფშე. სიო რა მეგობრებო, ამორმა მოიგო და ამორს გადავცემ ეხლა ბრეინოტს. ქაოსია, მაგრამ მაინც ხო შეძეი რომ გადამეწყვიტა გამარჯვებულები ვინც იყოფილიყვნენ. ბოდიში თუ ვერავებ მევა, ძალიან შოქში ვარ და მაგიტომ მევა ენა ვიღაცები მართლა დგებიან და ბაზას იცავენ. ამიტომ მოდი ეხლა მივცემთ ეხლა გამარჯვებულს რა. პლიზ. მეგობრებო, ცუდი ამბავი
როცა გამოვაშკარავდით, ანუ სანამ გამოვაშკარდებოდით, რომ არ ვიყავით გასული და თელეს რო უყურებდით, სანამ მაგას ვიზამდით, რუინედ მაინდი, რომელიც ჩემ ბაზას იცავდა, გავიდა სამწუხაროდ არა და მაგისტრას ვაპირებდი, რომ რაღაც მეჩუქებინა. მაგრამ სამწუხაროდ დადგა და გავიდა, რაც ცუდი არის. მაგრამ პლეიერი დარჩა და ეხა პლეიერს მიცემ ბრეინოს. ნუ პრინციპში აიღო უკვე აგერ და მიაქვს ბაზაში და შეაგდო თავისი ქვესადილა კროკოდილა, რომელიც აკეთებს 20 მილიონს წამში. აქ კი მეგობრებო, ოდესაც უკვე ბრუნდებოდი ჩემს private server-ზე, იმის შემდეგ რაც მეგობრები გავთიშე და დავარესეთე სერვერი, მოხდა მოულოდნელი, რასაც არავინ არ ელოდა. ამას შეხედეთ. დავეშვით მეგობრებო, შიქ ხო არა გქ ვინ იპარავს ამას? ძმა ნუკლეარო, ვაიმე! როგორ შემოვიდა გათიშვილი მქონა სერვერი ძმა? აი, ვიღაცა ფეიკი გამომწერი აღმოაჩენთ, ვიღაც ფეიკი ყლე და მაგას დავაექსპოზებთ ახლა. კარგით, აღმოაჩენთ ასეთი რაღაც, რომ ის ადამიანი, ვინც იყო შემოსული, მეგობრებიდან არ შემოსულა, სერვერზე ყავდა დამატებული და ეგ ადამიანი ყოფილა Zuka 67. უბრალოდ მეგობრებო, ახლა ფოტოს, რასაც ჩვენ ვიყენებთ, აქვს ძალიან ცუდი ხარისხი. ამიტომაც ახლა უკეთესი ხარისხის ფოტოს განახებთ და დაინახავთ მის უზერს. და ძალიან ბევრი ალბათ იკითხავდით იმას, თუ რატო ყავდა შენ სერვერზე ეს დამატებული. მოკლედ, იმიტომ ყავდა ეს ნაბოზარი ბავშვი დამატებული ჩემ სერვერზე, რომ ჩემს Discord სერვერზე აგრებდა პრუფებს, სადაც აჩვენებდა იმას, რომ ჭყალებში სანდო არის. და მაგის გამო ვენდე ჩემ გამომწეს, მაგრამ ძალიან ბევრი მეუბნებოდა იმას, რომ სკამერი არისო და რაღაცეებიო, მაგრამ არ მჯეროდა მაგათი, სანამ ეს არ მოხდა. გარდა Roblox-ის აკაუნთისა, მეგობრებო, ასევე მაქვს მისი Discord სერვერიც და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიდეოს უყურებს და ხვდება იმას, რომ ეს ორი აკაუნთი მისი მეინი აკაუნთი არ არის. ეგრე მგონია კი არა, უეჭველი ეგრე არის, რადგანაც თავის აკაუნტზე ყავს მარტო ორი ადამიანი დამატებული მე და დათა. და წელს აქვს თან ეს აკაუნთი გაკეთებული და ხვდები მაგას დებილი არა ვარ, რომ ეგ მისი მეინი აკაუნთი არ არის და რაღაც ალტი აკაუნთი არის და Zukas მე ვაძლევ პირობას თუ ამ ვიდეოს უყურებს. უეჭველი ვიპოვი შენ მეინი აკაუნტს და გამოვაშკავებ ყველგან. Zuka, შანსი არ არის რომ ეს გავატარო. უეჭველი დავიწყებ ძებნას და Zukas მეინი აკაუნტს თუ ვიპოვი, ეგრევე დავპოსტავ და გეცოდინებათ ხალხო, რომ ამასთან ტრეიდი აღარ უნდა გააკეთოთ, რადგანაც სანდო არ არის. და კიდევ ერთ რაღაცას გეტყვი, ზურიკო, ნუკლეაროს გამო, რომელიც ასე დაახლოებით მაქსიმუმ $3 გაყიდი, მეტად კი არა, $3. $3 გამო Zuka თავის გამოვაშკარავება ძალიან პათეტიკური არის და ძალიან ცუდი იდეა იყო. აი, რა ზამ ეხა მაგ $3 და აი, ღირდა $3 ასე გაკეთება? არ ღირდა, ამიტომაც დაგეყინა ეგეთი ადგილი და არ ვიზამდი ამას. ნუ, მორჩა უკვე Zukas ამბავი, მაგრამ Roblox-ში რაც შემოჩნია ასევე არის ის, რომ ძალიან ბევრი ჩვენ გამომწეს აწერია რაზოლის ფანი ან რაზორება ან რაღაც ეგეთი. და ვიპოვი ხა მაგ ადამიანებს და რომელიმე თუ დამიჯოინდება, ვაჩვქებ ბრეინოტებს და დაიმახსოვრეთ მეგობრებო. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი პრუფები და იზახის იმას, რომ სანდო ვარო, ძალიან ბევრს მაინც არ უნდა ენდოთ, რადგანაც აი, ხო ხედავთ, ვენდე და რა გააკეთა. რაზორებალის ფანი შემოვიდა მეგობრებო, ხო და მეგობრებო, სანამ ამას ვაჩვქებ ხა თავის DJ პანდას, მანამდე მეგობრებო მინდა დაგემშვიდობოთ. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი და გააქტიურეთ ზაიზღი და კინო, მაგრამ მოგწონს გავს ტიპის ვიდეოები და ამრაის გავს ტიპის ვიდეოები. თხოვნა რომ ასევე გადახვიდეთ ჩემ Discord სერვერზე, სადაც ძალიან ბევრ კამერას გამოვიჭერ მალე და ასევე გათამაშებებიც მაქვს და ასევე ჩემ Roblox-ის თამაშებშიც გადახვიდეთ. ამით თქვენ მე დამეხმარებით ძალიან. ხო და თქვენთან იყო რაზოებალი და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. კარგად.